აჭარისწყალი ჯორჯია, რომელმაც მაღალმთიან აჭარაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი შუახევი ჰესი განახორციელა დაარსების დღიდან, თავის საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს ნერგავს. 2014 წლიდან დღემდე კომპანიას სოციალურ პროექტებზე 8 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული. კომპანიის გაცხადებული მიზანი ასეთია: ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანდო და საიმედო პარტნიორი იყოს, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დონის ამაღლებას და ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რეგიონის საჭიროებათა კვლევის საფუძველზე კომპანიამ გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული საგანმანათლებლო და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ეხლაც აგრძელებენ ეს პროექტები არსებობას. ამასთანავე ეხლაც წელსაც დავაფინანსეთ. მოკლედ შემოსული იყო სულ 18 განაცხადი, ამათგან დავაფინანსეთ 4 პროექტი. 2 არის კაკლისა და ჟოლოს ნერგების გაშენება, ერთი არის საოჯახო სასტუმროს მოწყობა, ხოლო ერთიც არის კაკლის საშრობის, ეხლა აქვთ ჩანდლერის ჭიშის კაკლები და ამ კაკლის საშრობის საწყობის მოწყობა. შუახევი ჰესის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ფარგლებში კომპანიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა ადგილობრივ სკოლებს, გზებს, ხიდებს, საირიგაციო, სადრენაჟო და სასმელი წყლის სისტემებს. ამავდროულად აშენდა საბავშვო ბაღი და გოდერძის ალპური ბაღის ინფრასტრუქტურა. ეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღია. სოფელში პირველი ბაღი, რომელიც შუახევი ჰესის დაფინანსებით 2016 წელს აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს. ერთსართულიანი ხის კონსტრუქციის შენობა 30 აღსაზრდელზეა გათვლილი და ამასთანავე 13 ადგილობრივ სასაქმებს. საბავშვო ბაღი ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და ყველა იმ ასპექტზეა ორიენტირებული, რაც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ისე უგრძელდება ჩვენთან დღეობით უკვე ეზოს მოპირკეთება, გალამაზება, ბავშვებისთვის სასიამოვნო ადგილის შექმნა. აქ მოსულ ბავშვებს მშობელი როცა ტოვებს, ის დარწმუნებულია, რომ მათთვის თბილი, სუფთა, ჯანმრთელი გარემო ხვდებათ და დღის განმავლობაში ისინი არიან დაცულები. ოჯახური სითბო ხვდებათ მათ. გარდა მცირეწლოვანი ბავშვებისა, აჭარისწყალი ჯორჯია იმ ახალგაზრდებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რომლებმაც პროფესია უკვე აირჩიეს ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. კომპანიამ შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1500-მდე მოსწავლეს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მისცა. 30-მდე ახალგაზრდას კი სრული 4 წლიანი საბაკალავრო განათლება დაუფინანსა. ამჟამად აჭარისწყალი ჯორჯიას მხარდაჭერით დიდაჭარის საჯარო სკოლაში აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა ხორციელდება. 25 მოსწავლეს ემზადება კურსებზე. საგნები არის უცხო ენა, ქართული, მათემატიკა, ისტორია და ბიოლოგია. სკოლა საკმაოდ წარმატებული სკოლა არის. აქ მომზადებული ბავშვები ძალიან დიდ შედეგს აღწევდნენ საქართველოს მასშტაბით სწავლა-განათლების კუთხით. და ვფიქრობ და ეს შედეგი იქნება უფრო მეტად მაღალი ვიდრე ეს იყო გასულ წლებში. ბავშვებს ძალიან გაუადვილდათ ეს მეცადინეობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან რთულ პირობებში უწევდათ მეცადინეობა, სხვადასხვა სოფელში გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ამ პროგრამამ ხელი შეუწყო მათი ცოდნის ამაღლებას. ჩემი ბავშვები არიან ძალიან მოტივირებული, კარგად სწავლობენ, იმედია რომ კარგ შედეგს დავდებთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განათლების ხელშეწყობასთან ერთად აჭარისწყალი ჯორჯია აქტიურად მუშაობს ადგილობრივი მცირე მეწარმეების განვითარებასა და მათი ბიზნეს იდეების ხელშეწყობაზე. დაარსებიდან დღემდე კომპანიამ 50-მდე ადგილობრივი ბიზნეს იდეა დააფინანსა, რითაც ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, ადგილობრივი წარმოების, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა მცირე ბიზნესების განვითარებას. უფრო მეტად მხარს უჭერთ ადგილობრივი ქალი მეწარმეების განვითარებას. გვაქვს რამდენიმე არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც საჩვენებელ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს, დავაფინანსეთ, განხორციელდა და რეალურად ეს პროექტები ეს საოჯახო სასტუმროებზე გვაქვს ძირითადში საუბარი, დღესაც აქტიურად ავითარებენ თავიანთ ბიზნეს გეგმებს და მოკლედ საკმაოდ მიზიდულობის ძალა შექმნა ამ პროექტებმა ჩვენ თემში და ჩვენს ხეობაში. ეს იზოლდა სურმანიძეა ერთ-ერთი პირველი ქალი მეწარმე ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელმაც აჭარისწყალი ჯორჯიას დახმარებით სტუმარ მასპინძლობის ტრადიცია, მცირე ბიზნესად აქცია და 2017 წელს სოფელ სხალთაში საკუთარი სახლი, საოჯახო სასტუმროდ გადააქცია.
სივრცე თავიდან მხოლოდ 8 სტუმრის მიღებაზე იყო გათვლილი. ახლა კი საოჯახო სასტუმროს ხალთას უკვე 17 ვიზიტორის მიღება შეუძლია. აჭარის მთებში ჩაფლული იზოლდას კარმიდამო როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამსვენებელში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და სტუმრები სასტუმროს არასოდეს აკლია. ძალიან კარგი შენობა გავაკეთე, ვაწყობ ახლა შიგნით ყველაფერი იქნება არაჩვეულებრივად სტუმრისთვის, ძალიან ბევრი ჯგუფი მიკვეთავს სადილებს, იგეგმება შეხვედრები, იგეგმება ტრენინგები და ყველა ამისთვის ვიქნები მზად, რომ ამ ხეობაში შემოსული სტუმარი ძალიან კმაყოფილი იყოს, ყველა ადამიანი ჩემთან მოსული იყოს კმაყოფილი, ბედნიერი, მეც რა თქმა უნდა ვიყო ძალიან კმაყოფილი ჩემი ეკონომიკური სიძლიერის გამო და სტუმარმა ხელმეორედ უნდა გადაწყვიტო საქმოსვლა. კიდევ ერთი ქალი, რომელმაც აჭარის წყალი ჯორჯიას ბიზნეს პროექტი წარუდგინა გულიკო აბაშიძეა. პროექტი მალევე მოიწონეს და დააფინანსეს. ასე გაიხსნა 2021 წელს კაფე შევარდენი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში ჯერჯერობით ერთადერთი კაფეა. კაფეს მასპინძლები გულიკო და მისი მეუღლე არიან, რომლებიც სტუმრებს ყოველდღიურად საკუთარი ბაღის ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული გემრიელი კერძებითა და სასმელით უმასპინძლდებიან. ოჯახური ბიზნესი ადრეც ჰქონდა, მაგრამ ხელის შეწყობა ცოტა გვაკლდა. ამიტომ ეს პროექტი როცა დაწესდა, რომ შოახევიას მას სოფელ ყინჩაურთან მემორანდუმი გააფორმა, ძალიან კმაყოფილები დავრჩეთ, იმიტომ რომ ის თანხა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემი ბოსტანი მაქვს, როგორც ასეთი, აქ მოყვანილი პროდუქცია, ზოგჯერ ტურისტებიც მეხმარებიან დაკრეფაში, მომზადებაში, თქვათ, სურვილი ვისაც აქვს, ძალიან კმაყოფილები მიდიან. სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილი რომაა, ეს აჭარის წყალ ჯორჯიაში კარგად იციან. სწორედ ამიტომ აჭარის განვითარების მხარდაჭერა მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში კი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ არაერთ პროექტს განახორციელებენ.